Elhamdülillah, elhamdülillah, elhamdülillahi nehmeduhu ve nesta'inuhu ve nestağfiruhu ve ne'udhu billahi min şururi enfusina ve min seyyiati a'malina. Men yehdillahu fela mudille leh ve men yudlil fela hadiye leh. نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم وأقيموا الوزن بالقسط ولا تخسروا الميزان صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم التاجر الصدوق الأمين مع النبيين والصديقين والشهداء صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ისლამი სამართლიანობის რელიგიაა რომელიც ყველა საკითხში გვავალდებულებს სამართლიანობას სიზუსტესა და პატიოსნებას ამ სამართლიანობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ზომასა და წონაში სიზუსტეა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს სრულად გაზომეთ და სამართლიანად აწონეთ. სასწორი ეს მხოლოდ ვაჭრობის ინსტრუმენტი არაა. სასწორი სინდისის, პასუხისმგებლობის სამართლიანობისა და ალლაჰის წინაშე ანგარიშვალდებულების სიმბოლოა. დიადი გამჩენი აფრთხილებს ზომა-წონაში სიზუსტის დამღვრევებს. ვაი მათ, რომელნიც საწყაოსა და წონას აყალბებენ, რომელნიც ყიდვის დროს ხალხისგან ზუსტად მოითხოვენ და როცა სხვებს მიუზომავენ ან მიუწონიან, წონაში აკლებენ. მსგავსი რამ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სულიერი დანაშაულია. ძვირფასო მორწმუნეებო, ეს საკითხი მხოლოდ ძველი დროის ბაზრებს არ ეხება. დღესაც იგივე პრობლემებია, უბრალოდ ფორმა შეიცვალა. საქონლის ხარისხის დამალვა, ონლაინ გაყიდვებში ხალხის შეცდომაში შეყვანა, მომსახურების დაპირება და შეუსრულებლობა, ხელფასის დაგვიანება ან დაქვეთა, ზედაპირზე კარგი შიგნით ცუდი პროდუქტი და სხვა. ყველაფერი ეს იგივეა, რაც სასწორის გაყალბება. ერთხელ შუამავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემ ბაზარში შევიდა და დაინახა ხორბლის გროვა, გარედან მშრალი და ლამაზი, შიგნით კი სველი და დაზიანებული. ჰკითხა მეპატრონეს, ეს რა არის? მან უპასუხა, წვიმამ დაასველაო. მაშინ შუამავალმა ასე უთხრა, რატომ არ დააწყეს სველი ზემოდან რომ ხალხს დაენახა? შემდეგ კი ასე ბრძანა, ვინც ჩვენ გვატყუებს, ჩვენიანი არაა. ეს სიტყვები მკაცრი გაფრთხილებაა. მოტყუება არ არის მხოლოდ ცოდვა, ეს არის იმ გზიდან გადახვევა, რომელიც მორწმუნეს უნდა ახასიათებდეს. ხშირად ვამბობთ, ფული ბევრია, მაგრამ ბარაქა არ აქვს. რატომ ქრება ბარაქა? იმიტომ რომ ბარაქა მოდის სიმართლით, ჰალალი შემოსავლით, ხალასი განზრახვით და ქრება ტყუილით და უსამართლობით. შუამავალი გვაფრთხილებს, რომ საზოგადოება, სადაც ზომასა და წონას არ იცავენ, დაეცემა ეკონომიურადაც და სულიერადაც. ასევე გვასწავლის, რომ პატიოსანი ვაჭარი იმ ქვეყნად შუამავლებთან, მართლებთან და შეჰიდებთან ერთად იქნება. ეს არის უზარმაზარი პატივი, რომელიც მიიღწევა არა დიდი მოგებით, არამედ სუფთა პატიოსანი ვაჭრობით. ძვირფასო მორწმუნეებო, მორწმუნისთვის ვაჭრობა მხოლოდ შემოსავალი არაა, ეს არის ღვთისმსახურება,
მადლის საქმე თუ იგი სწორად სრულდება სიმართლე სიტყვაში, გამჭვირვალობა საქმეში, პასუხისმგებლობა ადამიანების და მოკრძალება ალლაჰის წინაშე. მორწმუნე უნდა აცნობიერებდეს, რომ ყველა გარიგება, ყველა სიტყვა, ყველა სასწორი აღირიცხება ალლაჰის წინაშე. ბარაკა რაოდენობაში არაა, ბარაკა ჰალალ შემოსავალშია. შეიძლება მცირე მოგება გქონდეს, მაგრამ იყოს ჰალალი. შეიძლება რთულად ვიშოვოთ, მაგრამ იყოს სუფთა, რადგან ალალი მცირედის ჯობს, ჰარამ დიდს. ნუ გავცლით მარადიულ ჯილდოს დროებით სარგებელზე, ამიტომ დავიცვათ სიმართლე საუბარში, სიზუსტე სასწორში, პატიოსნება ვაჭრობაში, რათა ვიყოთ იმ ადამიანთა შორის, ვისგანაც ალლაჰი კმაყოფილია. ხუთბა კი იმამი გაზალის შემდეგი სიტყვებით მინდა დავასრულო. ვინც ზომავს, მიიღებს იმას, როგორც გაზომა, სწორად გაზომე და შესაბამისად მიიღებ. ელა ინ ახსანალ კალამი ვა აბლაღან ნიზამ კალამულლაჰი ლმალიქილ ғაზიზილ ғალлам كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون بسم الله الرحمن الرحيم.